ჩინჩის საათი აღმაშენებლის ქუჩაზე მის 4-ვე მხარეს 4 სხვადასხვა დროს აჩვენებს. საათი, რომელიც განაშენიანებულ წრეშია განთავსებული, თავის დანიშნულებას მხოლოდ რამდენიმე თვე ასრულებდა. მას მერე დრო აქ თითქმის სულ გაჩერებულია. თავში რო დადგეს მუშაობდა, მე აღარ მუშაობდა რა ვიცი. საათი მე სხვი საათი არა ვარ დამოკიდებული, ჩემი საათი მაქვს და ჩემ დროზე დავდივარ და სხვი საათზე ის არ მუშაობს და საერთოდ რაც მდგავარ აქ და ტაქსობ, საერთოდ არ მინახია ის საათი რომ მუშაობს. გაჩერებული არის სულა. და სერამაზის გულის თუ გააკეთეს ეგ არ ვიცი. ერთ დროს მუშაობდა, კი, მაგრამ ეხლა დიდი ხანია მართლა არ მუშაობს. გაჩერებულია. ახლა გაჩერებულია, მაგრამ ისე მუშაობდა ერთ. თავიდან რომ გააკეთეს ცოტა ხანი იმუშავა. ძალიან ცოტა ხანი. ალბათ 1-2 დღე არ ვიცი რამდენი. ახლა ოჯახში გამიგონია რომ არ ვარ გადა, იქ არ ვიცი, გარეთ არ ვიცი, ვერ გეტყვით. აღნიშნულთან დაკავშირებით სპექტრმა მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს მიმართა. ოლეგ შველიძემ გვითხრა, რომ საათზე არსებული მექანიზმი მისი რამდენჯერმე შეცვლის მიუხედავად ფუნქციას ვერ ასრულებს. თუმცა როგორც ის ირწმუნება ამ საკითხზე სამსახური მუშაობას არ წყვეტს და საათის ამოქმედებას, რაც შეიძლება მოკლე დროში შეეცდებიან. შეგახსენებთ, ამ საათის დამონტაჟება ბიუჯეტს დაახლოებით 13,000 ლარი დაუჯდა. ცირა ყურაშვილის პოლარული ვარსკვლავი მოზარდებისთვის განკუთვნილი საკითხავი წიგნია და ის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს მკითხველს, რათა მათ მწერლის მიერ აღქმული სამყაროს მშვენიერება დაანახოს, რომელსაც ყოველთვის გაფრთხილება სჭირდება. პოლარული ვარსკვლავი ზესტაფონელ წარმატებულ მოსწავლეთა ნაწილს ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა რობერტ ჭუმბაძემ საჩუქრად გადასცა. სიხარულია, როდესაც ბავშვებს, არა მარტო ეხლა თელი ჩემი ცხოვრება ბავშვებს, როდესაც ეხმარები და იმის თვალებში გამწყინებულ სიხარულს ვგზნო, ორჯერ მეტად მე ვარ მასში გახარებული. ეს იდეა დოდომ მერკვენიშვილმა მახლულა მომაწოდა, რა თქმა უნდა დავტახდი და ყოველთვის ვიქცევი ბავშვების გვერდში. ეს ჩემი ცხოვრების საერთოდ და ასე ვაგრძელებ და ასე ვიქცევი ყოველთვის. ამ ტიპის საქველმოქმედო საღამოს მოწყობის ინიციატორი, როგორც ორგანიზაცია 100 ქართველი ქალის ხელმძღვანელი გვეუბნებათ, შემოქმედი დოდო მერკველიშვილია და ის მოზარდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და მოტივაციის მიზნით დაიგეგმა. პროფესიონალი ქალები ზესტაფონს და ქალთა ორგანიზაციას უამრავი ყავს, მაგრამ მათ შორის კაშკაშა ვარსკვლავი არის დოდოჩი მერკველიშვილი და სწორედ დოდოჩის ინიციატივით დღეს ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება. პოეტ ცირა გელაშვილის საბავშვო წიგნის ბატონი რობერტის სპონსორობით დღეს ჩუქნით ქალაქის გამორჩეულ წარმატებულ მოსწავლეებს. წიგნების გადაცემის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებსა და ქველმოქმედ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს და ბავშვებს წიგნთან კიდევ უფრო მეგობრობისკენ მოუწოდეს. ღონისძიების დასასრულს საბავშვო მუსიკალური თეატრ სტუდია იმერეთის მარგალიტების მიერ, რომელსაც დოდო მერკველიშვილი ხელმძღვანელობს, მხატვრული ნომრები იქნა წარმოდგენილი. დინამო არენაზე საქართველომ გაიმარჯვა. ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6-1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეენარჩუნა. მატჩის ბოლოს გულშემატკივრების ნაწილი სტადიონზე შევარდა. ადგილი ჰქონდა გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებასაც. უპირველეს ყოვლისა, მინდა ტელეკომპანია არგოს საშუალებით ქართულ გულშემატკივარს მიულოცო სომხეთის ნაკრებთან ეს ორმატჩიანი დუელის წარმატებით დასრულება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეინარჩუნა ადგილი B დივიზიონში ერთა ლიგაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შემდეგი ერთა ლიგიდან ძალიან დიდი ალბათობით C დივიზიონში ჩვენ დავქვეითებული ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარ გვექნებოდა. რა შეიძლება ითქვას სომხეთთან ორმატჩიან დაპირისპირებაზე, ანგარიში ყველაფერს მეტყველებს, გავიტანეთ 9 და გავუშვით 1 პუნქტი. საქართველოს ნაკრებს ორივე თამაში ჰქონდა კოლოსალური უპირატესობა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სომხებზე გაცილებით უკეთესი გუნდი ვართ. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჩვენი რეალური ძალა მაინც გამოჩნდება უფრო ძლიერ მეტოქეებთან, რომლებიც გვეყოლებიან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ეს არის ესპანეთი, ეს არის თურქეთი და ეს არის ბულგარეთის ნაკრები.
იქაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენები ითამაშებენ წარმატებით და საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატს. შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0-3 დაამარცხა. ივნისში ამხანაგური მატჩების შედგება, სექტემბრიდან კი საქართველოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება. შემთხვევით მოხდი ამ სფეროში სტომატოლოგიაზე მინდოდა ჩავარება, სტომატოლოგიურზე მქონდა პირველი და მოხდი ფარმაციაზე. იქ მომეწონა საგნები, რომელსაც მე გავდიოდი, მომეწონა პროფესიის სპეციფიკა და გადაწყვიტა, რომ დავჩენილიყავი ამ პროფესიაში. ყველაზე კარგი და მე რასაც ყურადღებას ვაქცევ, არის ხალხთან ურთიერთობა. ხალხთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს მემსახურებით, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქოტიპი აქვს. ზოგი გაბრაზებულია, ზოგი მხიარული შემოდის და ჩვენი ვალდებულება დავეხმაროთ მას. და ასევე, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ფარმაკოლოგია ძალიან საინტერესო საგანია და ყოველ დღე ვითარდება. ზოგადად მიყვარს ხალხის დახმარება, მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი ცოდნით მათ დავეხმარო. ჩემი თავია, თავიდან აღმოვაჩინე და ყოველ დღე ვითარდები. ეს შეიძლება იყოს ხალხთან კომუნიკაციასთან დაკავშირებული ან ფარმაკოლოგიური ცოდნის მხრივ. ხალხს უკვირდათ ზოგადად ბიჭი ფარმაცევტი ვერ წარმოუდგენიათ და ზოგადად უნდა იყოს რა ძალიან ბევრი მამაკაცი ამ სფეროში, იმიტომ რომ ეს განვითარებადი სფეროა და როგორც ქალია აუცილებელი ამ სფეროში, ასევე მამაკაციც. ვარ ამ სფეროში უკვე 3 წელი არის და ჩემი აზრით უკვე ამოვწურე სააფთიაქო საქმე. და ვფიქრობ, რომ ცვლილებები არის საჭირო ზოგადად იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს. ზოგადად ხალხს გონია, რომ ფარმაცია ეს სფერო იწყება აფთიაქიდან და მთავრდება. ანუ ეს ასე არ არის. ზოგადად ფარმაციის სფერო იწყება აფთიაქიდან და არ მთავრდება. ანუ შეგიძლია განვითარდე, ანუ აფთიაქს გაცდე, იმუშაო ქარხანაში, თუნდაც წამლის დამზადებაში მიიღო მონაწილეობა, ასევე ლაბორატორიული კვლევები ჩაატარო და ასე შემდეგ. ვსწავლობ აგრეთვე სახელმწიფო უნივერსიტეტში ფარმაციაზე, ჩემს სფერო რაც არის, იქ ვსწავლობ და თან მუშაობ. ეს არის ძალიან რთული. დღის განმავლობაში ისე უნდა გაანაწილო დრო, რომ სამსახურშიც მოხვიდე თავის დროზე და ლექციებსაც დაეცროთ. ამას ჩემი თანამშრომლები მეხმარებიან და ძალიან დიდი მადლობა მათ და ასევე ჩემი ლექტორები, რომლებიც მითვალისწინებენ. მიზანია, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და ის რაც მინდა, ის გამომივიდეს ცხოვრებაში. რო გადავხედოთ ჩემ ცხოვრებას, თქვა რომ აი მე სწორად გავაკეთე ეს და მივაღწიე რაც ქონდა მიზნად დასაქმებული. ანუ ეს დრო რაც ჩვენ გვაქვს არის აი რა შეუძლებელი. ყველაფერი მოხდება ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს დრო აღარ დაგვიბრუნდება. ამიტომ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თავისთვის, რომ გავხდეთ საუკეთესო ვერსია ჩვენი თავის და აი ვიცი რა არის პირველ რიგში მგონია რომ მიზანი უნდა დავისახოთ.